სტიქი დაზარალებული ოჯახი 1 წელია დახმარებას ითხოვს. ალავერდიანებისა და მნაცაკიანების ოჯახი 13 ივნისის ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლია. სახლი, რომელშიც ოჯახის 7 წევრი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდა, 13 ივნისის ღამეს წყალმა წაიღო. დაზარალებულების თქმით, სახელმწიფო მათ მხოლოდ ერთჯერად კომპენსაციას და ყოველთვიური საცხოვრებელი ბინის ქირის საფასურს აძლევს. ალავერდიანების ოჯახი აღნიშნავს, რომ ქირის თანხა, რომელსაც ისინი იღებენ, არასტაბილურია და შესაძლებელია ნებისმიერ დროს შეწყდეს. დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი, მცირეწლოვანი ბავშვის მამა, ავთვისებიანი სიმსივნითაა დაავადებული და საჭიროებს მუდმივ სამედიცინო დახმარებას. ისინი ცხოვრობდნენ წყნეთის ქუჩა ნომერ 23-ში და ეს მისამართი, ეს სახლი არის ცნობილი როგორც საკუთრების უფლების გარეშე ქონების მფლობელ მეორე კატეგორიის დაზარალებულად. სამწუხაროდ 1 წელი დასჭირდა იმას, რომ ამ ქალბატონისთვის, ამ ოჯახისთვის სხვადასხვა ინსტანციას, მერიას, საკრებულოს, გამგეობას მოეგვარებინა ეს პრობლემა და ჯერ კიდევ ვერ მოაგვარეს. იმისთვის არ შეგროვებულა მილიონობით ლარი, რომ შემდგომ არამიზნობრივად გახარჯულიყო ერთგვარად და ეს ოჯახები ჯერ კიდევ ყოფილიყვნენ დახმარების მელოდიაში. 1 წელია დავდივარ და პირველი საკითხი ეგა რა ავამყოფი, როგორც ამობენ და უკურნალო ყოველდღე თითქმის დავდივარ. ქიმიოთერაპიებს ვიკეთებ და არც მუშაობის საშუალება მაქვს, არც ფიზიკურად შემეძლო და არანაირად. 8 წელში მუშაობდი მარტო მე, ოჯახს ვინარჩუნებდი მარტო მე. დღემდე 1 წელი გავიდა და დღემდე ველოდები იმ პასუხს, როდის იქნება რა კაი. ყოველდღე არის ერთი და იგივე პასუხი. კარგად იქნება და მეტი არაფერი ჯერჯერობით არ გამიგია.